საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ გურამ პეტრიაშვილის ზღაპარზე, რომელსაც ქვია პეპელა. თქვენ ალბათ არაერთი ზღაპარი წაგიკითხავთ. საერთოდ ზღაპარს ხალხი ქმნის. ხალხური ზღაპრები ვიცით ჩვენ ძალიან ბევრი, მაგრამ არსებობს ლიტერატურული ზღაპრის ტრადიციაც. ლიტერატურულ ზღაპარს თავისი ავტორი ყავს და თუ ხალხის მიერ შექმნილი ზღაპრები თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადაეცემოდა, ლიტერატურული ზღაპარი უკვე დაწერილია და ამგვარად ესე იგი დაწერილი ვრცელდება და დაწერილი გადაეცემა თაობიდან თაობებს. რა თქმა უნდა, დღეს ყველა ზღაპარი ჩაწერილია ლიტერატურულიცა და ხალხურიც, მაგრამ როგორც ვიცით, უძველეს დროში, როდესაც ზეპირად ქმნიდა ხალხი, ამ ზღაპრებს მაშინ მართლაც ასე ზეპირი გზით გადაეცემოდა და ჩვენ ძალიან ლამაზი, ძალიან დიდი სიბრძნით სავსე ქართული ხალხური ზღაპრები გვაქვს. გურამ პეტრიაშვილი გამორჩეული მწერალია და უპირველეს ყოვლისა ის იმითაც გამოირჩევა, რომ მას დაწერილი აქვს ძალიან ლამაზი ზღაპრები. და ასეთ ზღაპართა შორის არის სწორედ ეს ზღაპარი პეპელა, რომელიც დიდი სიბრძნის შემცველიც არის, ასე ვთქვათ და ცხოვრებისეული გამოცდილებით არის სავსე. ამ ზღაპარში ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, რომელთაც ხანდახან შეიპყრობთ ხოლმე სიხარბე, ადამიანებს, რომელთაც ხანდახან ზეცისკენ ყურება ავიწყდებათ და რომლებიც ხანდახან ყველაფერს ანგარიშით უყურებენ და ივიწყებენ ხოლმე ოცნებას. ერთი სიტყვით ნახოთ აბა როგორ არის ამ ზღაპარში ეს ყოველივე გადმოცემული. ან რატომ არის ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟი პეპელა. ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას გამლელებმა დაინახეს, რომ უცნაური პეპელა დაფარფატებდა ქუჩაში. ჩვეულებრივად გათენდა დღე, მშვენიერი დილა გათენდა, მაგრამ უცნაური იყო ეს დღე იმით, რომ უცებ გამლელებმა აი ესეთი საოცარი რამ შენიშნეს, რომ ამ პეპელას ერთი ფრთა ჰქონდა ჩვეულებრივი ჭრელი ფრთა და მეორე კი წარმოიდგინეთ, რომ მეორე მხარეს ფრთის ნაცვლად მას ჩვეულებრივი ლარიანი ეკრა. რა თქმა უნდა, ყველა გაოცდებოდა და ბუნებრივი არის ეს გაოცება. რა ხდება ამ ქვეყანაზე? ჩაიბუტბუტეს გამლელებმა და გზა განაგზეს. მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ უფრო ცრომის მოყარენიც, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ დადევნებოდნენ პეპელას. ზოგიერთებმაო ჩხუბიც აუტეხეს ერთმანეთს, არა მე დავინახე პირველად ეს პეპელა, არა მეო. და რატომ დაიწყეს ჩხუბი? იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ ვინც პირველად დაინახა, სწორედ იმას ერგებოდა ეს პეპელა. და რა თქმა უნდა, პეპლის ინტერესი კი არ ჰქონდათ, არამედ იმ ლარიანისა, რომელიც პეპელას ფრთად ჰქონდა. ერთი მათგანი ყველაზე ჭკვიანი გამოდგაო, წერს მწერალი და რა თქმა უნდა, აქ ეს სიტყვა ჭკვიანი ცოტა ირონიით არის გამოყენებული. მან ასეთი რამ ურჩია ყველას, რომ დავედევნოთ მაგ პეპელას, ვნახოთ სად მიფრინდება, იქ ალბათ ყველა პეპელას ლარიანი აქვს ფრთად და ყველას გვეყოფაო. რა თქმა უნდა, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ისინი იცნობდნენ თქვათ პეპლებს, ათასნაირი პეპელა ენახათ ალბათ, მაგრამ როდესაც ესეთი ლარიანი პეპელა დაინახეს ფრთაზე, რომ ლარი ქონდა მიკრული, თითქოს აი გონება დაუბნელდათ. რატომღაც წარმოიდგინეს, რომ შესაძლებელი იყო, რომ სადღაც ეარსებათ ასეთ ლარიან პეპლებს. რატომ დაუბნელდათ ადამიანებს გონება? რატომ არ იფიქრეს სხვა რამეზე, რომ აი აქ რაღაც სხვა რაღაცასთან ქონდათ საქმე და რატომ ასე დაიჯერეს, რომ შეიძლებოდა პეპელას ლარიანი ქონდა. ალბათ იმიტომ, რომ უფრო მეტად აღელვებდათ სწორედ ეს ლარიანი და იმდენად ბევრს ფიქრობდნენ აი ამ ფულზე, რომ რა თქმა უნდა თითქოს მათ დააკარგეს საღი მსჯელობის უნარი. თანაც ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ზღაპარი და ზღაპარში კი ხდება ხოლმე უჩვეულო და საოცარი ამბები, მაგრამ გურამ პეტრიაშვილს რა თქმა უნდა აქ უნდოდა, რომ აი ჩვეულებრივი ადამიანები წარმოეჩინა, ადამიანები, რომელთაც ხანდახან რაღაცა სიხარბე შეიპყრობთ ხოლმე და უპირველეს ყოვლისა ისეთ რაღაცებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანების მატერიალურ ცხოვრებასთან და არა სულიერთან. რა თქმა უნდა, ყველას მოეწონა ეს წინადადება და გამოუდგნენ პეპელას და საოცარი სურათი იხატება. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ უყურებთ ამ ყოველივეს, როგორ მიფარფატებს პეპელა და როგორ მისდევენ მათ ადამიანები.
და ზოგმა ისიც იფიქრა, რომ შეიძლება იქ სადაც მივიდოდნენ, სადაც პეპელა მიფრინდებოდა, იქ არამხოლოდ ისეთი პეპლები ყოფილიყვნენ, რომელთაც ლარიანი ქონდათ ფრთად, არამედ უფრო მეტიც, თქვათ 10 ლარიანი და უფრო მეტიო. პეპელა კიდე არ ჩქარობდა, რა თქმა უნდა, პეპელამ არ იცოდა რისთვის მისდევდნენ ადამიანები, მას ეგონა რომ მოსწონდათ მისი სილამაზე და სილამაზის გამო მისდევდნენ. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი იქნებოდა, რომ სილამაზის გამო გამოჰკიდებოდნენ ადამიანები. ოღონდ დასაჭერად კი არა, ისე დასატყმობათ, რომ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მშვენიერი, ისეთი მოხატული ეს პეპელა, რომ აი მისი ცქერით ვერ აძღებოდნენ, ტკბებოდნენ და ამიტომაც გამოედევდნენ. იქვე მაღაზიაში შეირბინეს ადამიანებმა და პეპლის დასაჭერიც იყიდეს, რომ უფრო იოლად მოეგდოთ ხელში სწორედ პეპელა და უფრო მეტად კი რა თქმა უნდა ის ლარიანი აინტერესებდათ მას. პეპელა კი მიფარფატებდა ქალაქში, ჯერ ცისფერ ვაგონზე შეჯდა და ამიტომ მის ვაგონზე ამ ლურჯ ცისფერ ვაგონზე გაისეირნა. შემდეგ ესე იგი შეფარფატდა ბაღში, იქ დასეირნობდა, დაფარფატებდა. შემდეგ პატარა გოგონას აედევნა. განსაკუთრებით მოსწონდა მისი დიდი ბაფთები, რომლებიც თმაზე ეკეთა ამ გოგონას და დაფარფატებდა ამ გოგონას ბაფთებს. ეს გოგონა კი უდარდელად დადიოდა ხან-სად, ამიტომაც ძალიან მოსწყიდათ მდევრებს ეს დევნა და გოგონას გაუბრაზდნენ, რომ რას დახეტიალობ, აქეთ-იქით წადი ახლავე შინო. აქ ასე წერია, ბოლოს გოგონას დაუცაცხანესო და აი ცაცხანი კარგად გამოხატავს, როგორი გაბრაზებულები არიან, უკვე გადაქანცულები არიან აი ამ დევნით, მაგრამ ეს დევნა ჯერჯერობით არის უშედეგო, რადგან საწადელს ვერ მიაღწიეს. გოგონა შეშინდა, როდესაც ესეთი გაბრაზებული ძიები და დეიდები დაინახა, ბადეებით ხელში შეეშინდა და გაიქცა, რა თქმა უნდა, შინისაკენ. პეპელამ კი არაფერი უწყოდა და ისე აგრძელებდა ქალაქში ფარფაც. ბოლოს ერთ სახლში შეფრინდა და მდევრებმა და ღლილებმა როგორც იქნა შვებით ამოისუნთქეს. და მაგრამ მანამდე პეპელამ ერთ ყვავილიან ველზეც შეირბინა, ასე ვთქვათ, შეფარფატდა ამ ყვავილიან ველზეც და მისავათდნენ ეს ჩვენი მდევნელები. პეპელა კი ლაღად, ხალისიანად გადადიოდა ყვავილიდან ყვავილზე, ტკბებოდა მათი სილამაზითა და მშვენიერებით და როგორც გითხარით, ბოლოს როგორც იქნა ერთ სახლში შეფრინდა. ვინ ცხოვრობდა ნეტავი ამ სახლში და ძალიან საინტერესოა, როგორ აგვიწერს ამ ადამიანს მწერალი, რომელთანაც შეფრინდა ეს ჩვენი უცნაური პეპელა. ამ სახლში ერთი კეთილი კაცი ცხოვრობდა. აი ნახეთ უკვე ამ კაცის დასახასიათებლად მწერალმა გამოიყენა სიტყვა კეთილი, რაც არ უთქვამს იმ ადამიანების შესახებ. ის ადამიანები ასე არ დაუხასიათებია, რომლებიც პეპელას მისდევდნენ. ვისაც რამე უჭირდა, ყველა თურმე ამ კაცთან მოიჩქაროდა და ისიც ყველას შველოდა. დღეს უთენია ეს პეპელა სწორედ ამ კაცთან მოფრენილა საშველის სათხოვნელად. მან ასეთი რამ შესჩივლა კაცს, ქარმა წამიღო და კლდეს მიმახედკა, ფრთა დამიზიანდა, მიშველე რამეო. და რადგან კაცი კეთილი იყო და ყველას შველოდა, გასინჯა. პეპელა ნუგეშინიაო დაამშვიდა, მოხსნა ფრთა და დაუწყო სწორება. მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდებოდა და პეპელა ხომ მთელი დღე ვერ დაიცდიდა, მას უნდოდა რომ ეფარფატა. ამიტომაც სანამ ამ ფრთას შეაკეთებდა ეს კაცი, უცებ იქვე მიიხედ, მოიხედა, დაინახა ეს ლარიანი და ის მიამაგრა პეპელას ფრთის ნაცვლად. ამიტომაც მთელი დღე პეპელა სწორედ აი ლარიანი ფრთით დაფარფატებდა და დაფრინავდა. პეპელამ ხომ არ იცის რა არის ფულიო, წერს მწერალი. ამიტომ მთელი დღე უკვირდა ხალხი რომ დასდევდა. და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები ასეთ სიხარბეს იჩენენ. როდესაც დაინახეს მათ ფული, თითქოს მზერა დაებინდათ და ფულის გარდა ვეღარაფერს ხედავდნენ. ვერც პეპლის სილამაზეს ამჩნევდნენ და ვერც ბაღში ყვავილების მშვენიერებას. და ეს აწუხებს, რა თქმა უნდა, მწერალს, რომელმაც სურს, რომ ადამიანებმა იფიქრონ უპირველეს ყოვლისა არა ფულზე, არამედ იმ სილამაზეზე, რომელიც მათ გარშემოა და პირველ რიგში ეს შეამჩნიონ. და პეპელას კიდე, როგორც გითხარით, ეგონა რომ ეს ადამიანები იმიტომ დამდევენ, რომ ძალიან მოუწონვარო. თუმცა, როდესაც ამ კეთილმა კაცმა თავისი ფრთა დაუბრუნა პეპელას, რა თქმა უნდა, პეპელა ძალიან ბედნიერი გამოფრინდა და დაინახა, რომ უკვე აღარავინ აღარ აქცევდა ყურადღებას. ესე იგი, მწერალს უნდა გვითხრას, რომ ადამიანები სამწუხაროდ ვერ ამჩნევენ პეპლის სილამაზეს, მაგრამ მათ მაშინვე შეამჩნიეს, რომ მას ლარიანი ქონდა ფრთის ნაცვლად.
აქ ისიც არის საინტერესო, რომ ის კაცი კეთილი იყო ძალიან, მაგრამ თანმე ღარიბიც და ის 1 ლარიანი ჰქონდა თურმე იმ დღის სარჩოსათვის და მთელი დღე მშიერი დარჩენილიყო. გამოვიდა ქუჩაში ეს კაცი გახარებული იმით, რომ პეპელა დაბრუნდა და ეს ლარიანი დაუბრუნა და იქვე ფურნეში იყიდა პური. მოქონდა ეს პური სახში და თან იგონებდა როგორ გაუკეთა პეპელას ბრთა. სულ იმაზე იმის ფიქრი აწუხებდა, ნეტავ ყველაფერი ხო კარგად გაუკეთე, რომ პეპელას რაიმე არ შეემთხვეს გზაშიო. სახლს რომ მიუახლოვდა, დაინახა ეს მისავათებული მდევნელები, რომლებიც იმ სახლთან იყვნენ ჩამომსხდარნი, არახად გამოცდილები, რა თქმა უნდა დამშეულები. კაცი გულგრილად ვერ ჩაუვლიდა ამ ადამიანებს, რადგან კეთილი იყო, ამიტომ კოკი წყალი გამოიტანა, დაალევინა ყველას და მერე ის თავისი პურიც გაუნაწილა. თვითონაც იქვე ჩამოჯდა და გამოელაპარაკა. რა დაგმართნიათო, რატომ ხართო ასეთ დღეშიო? ისინი ცოტა რომ მოსული ერდნენ, ასეთი რამ უპასუხეს, რომ ის პეპელა რა იქნა ფრთაზე რომ ლარიანი აქვსო. გაფრინდაო, უთხრა კაცმა. გაგვიფრინდა ლარიანიო, ამოიოხრეს. აი ეს იყო მათი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი და ამიტომაც ამოიოხრეს, რომ მთელი დღე გაისარჯდნენ აი ესე პეპლის დევნაში და ის ლარიანი დაკარგეს. ესე იგი თან ასე უნდათ, ასე ვთქვათ, უშრომლად მიეღოთ ის ლარიანი. ხომ ჯობდა რომ ის დრო სხვაგან გაეტარებინათ, რამე საქმე გაეკეთებინათ და ისე ეშოვათ ეს ფული. მაგრამ აი ესე უნდათ ჰაერიდან აი ამ ფული შოვნა და ამიტომაც ასე დაკარგეს. ნუ დარდობთ იმ ლარიანს ახლა თქვენ აჭამთო, ასე ხატოვნად მიუგო კაცმა. მართლაც, მან ხომ სწორედ იმ ლარიანით იყიდა ეს პური, რომელთაც გაუმასპინძლდა ამ დაღლილ და დაქანცულ ადამიანებს. მას არსად არიან ფრთალარიანი პეპლებიო? იკითხეს აი ამ ადამიანებმა და მათ ხმაში რა თქმა უნდა იგრძნობოდა ძალიან დიდი სეოდა და მწუხარება. კეთილმა კაცმა თავი გადააქნია და ჩაფიქრდა მღიმარი და ჩაფიქრდა სწორედ იმაზე, რომ აი ადამიანები ასე არიან გამოკიდებული ფულს და მათი ფიქრი ასე არის მოცული მხოლოდ ფულზე ფიქრით. ყველაზე კარგი კი ამ ამბავში ისაა, გვიწერს მწერალი, რომ იმ ღამეს პეპელას მდევრებიდან ზოგიერთებს ის მზიანი, ყვავილებიანი მინდორი და ბაღი დაესიზმრათ და რაც მთავარია, სიზმარში არ სწყენიათ სულაც პეპლებს ლარიანები რა და რა ვრთებადო. ასე რომ მწერალს ჯერა, რომ ადამიანები მაინც დაინახავენ უპირველეს ყოვლისა სილამაზესა და მშვენიერებას და მათ გონებას არ დაუბნელებთ ფულზე ფიქრი. ამიტომაც არის, რომ ასე ლამაზად დაამთავრა მოთხრობა. ამ მდევრებიდან ბევრმა ნახა ლამაზი სიზმარი და ეს ლამაზი სიზმარი რა თქმა უნდა გამოიწვია იმ დღევანდელმა უცნაურმა ამბავმა და რა თქმა უნდა გამოიწვია იმ კეთილი კაცის ნაამბობმა. აი ასეთი არის ცხოვრება, სავსე სიკეთით, სავსე მშვენიერებით, სავსე სილამაზით. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ყოველთვის მზერა გქონდეს დაწმენდილი. ხშირად ვიყურებოდეთ ცისკენ, ხშირად უნდა დავტკბეთ ყვავილებით, ლამაზი მშვენიერი ყვავილებით, პეპლების ცქერით და ჩვენი ფიქრიც იქნება ახსავსე მუდამ სიკეთითა და სიყვარულით. აი ასეთ განცდებს, გზნობებს აგვიძრავს ეს ლამაზი და აზრიანი ზღაპარი. გმადლობთ ყურადღების